პროტესტის 127 და შიმშილის მე-16 დღეს მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა გადასული, ცუდად გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მძიმეა ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა, რომელიც ასევე მშრალ შიმშილობაზეა. ის უარს აცხადებს სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ტარიელ მიქაცაძეს შაქარი კრიტიკულ მაჩვენებელზე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს. ამ დროისთვის 7 მაღაროელი შიმშილობს, 3-ს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლებაა. დღეს უკვე ნამდვილად აღარ არის იმის, რომ ვიღაცამ მართლა საცინად გდება დაგვიწყოს და საცინად აგვიგდოს. აქ ბიჭები უკვე შიმშილობის მე-16 დღე არის დღეს და 3 პირ ამოკერილი არის. 2 მშრალ შიმშილობაზეა უკვე მეორე დღეა და ამ ორის ვითარება ძალიან რთულად არის. ძალიან ცუდად არიან ბიჭები ამბობენ მკურნალობაზე და ყველაფერზე უარს იმის გამო, რომ აქ ბიჭები უკანონოდ უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები. ჩვენ ვითხოვთ იმ ბიჭების განთავისუფლებას, ვითხოვთ სწორ მოპყრობას ჩვენს სამსახურებში და ელემენტარულ ყურადღებას ვითხოვთ. უკვე 5 თვე ხდება ქუჩაში ვართ გამოსული ხალხი. ძალიან რთული ვითარება არის ქალაქში. სხვა გზა, სხვა ძალა, რო აღარაფერი აღარ დაგვრჩა, ბიჭები უკვე თავს წირავენ იმ უსამართლობის გამო, რისთვისაც ბიჭები არიან დაპატიმრებულები. ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები თავიანთი პირადი ინტერესების გამო, ეს ბიჭები არიან დაპატიმრებულები ჭიათურის გადასარჩენად და ჭიათურის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. ვისაც ხელმგემწიფებად დროულად მოგვაქციეთ ყურადღება და ეს ბიჭები სანამ თავს გაწირავენ, უკვე ძალიან რთული ვითარება არის, საუბარიც კი მიჭირს, სანამ გაუწერიათ ბიჭებს თავი, მანამდე მოგვაქციეთ სათანადო ყურადღება. მოთხოვნებია პირველ რიგში დაკავებული 4 თანამებრძოლის ციხიდან განთავისუფლება. როგორც კი განთავისუფლებიან, ეგრევე შეწყვეტათ პროტესტს. არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ ჯერ არანაირი შედეგი არ მიგვიღია. წინადადაც გვირდებოდნენ, რომ წინასასამართლოზე უნდა გამოეშვათ ბიჭები, არ გამოუშვეს. და მაგიტომაც მიმართეთ ამ ასეთნაირ ფორმებს. პირის ამოკერვა და შიმშილობა. უწყვეტი საპროტესტო აქციის 127 და შიმშილობის მე-16 დღეს მაღაროელები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ყობახიძეს მიმართავენ და წერილს საჯაროდ აქვეყნებენ. მაღაროელები მოითხოვენ, რომ ირაკლი ყობახიძე თავად დაინტერესდეს პრობლემით და მაღაროელებს შეხვდეს. როგორც აქციის მონაწილეები წერილში აღნიშნავენ, არ შეიძლება ადამიანს, რომელიც თავისი მეგობრის გამო თავს წირავს, რადიკალი უწოდო. ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს 7 ადამიანი, 3 პირს პირი აქვს ამოკერილი, 2 მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვა. მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები, ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას. კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. შტაბ-ეჭვდება რჩება, თითქოს მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესულდეს ხალხს ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე კომპანია პრემიერო. თუ გსურთ პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი, ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაშია წარმოჩენილი. თუ ადამიანებს შეუძლიათ მეგობრების გამო თავი გასწირონ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორც შეიძლება ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ. ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით, ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის. ნეტავ რომელიმე მიაღწია თქვენამდე. ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულება იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება. მიმართავენ მაღაროელები ირაკლი ყობახიძეს.
ცნობისათვის პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა 4 დაკავებული მაღაროდის გათავისუფლება. მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული. გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო. ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით ეუთო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს. რეზოლუციის მიხედვით ეუთო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებსა და თავად შედეგებს. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად უცხოელი აგენტების რეგისტრაციის, რადიოსა და ტელევიზიისა და გრანტების შესახებ ახალი კანონების მიღებით. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი ნეგატიური რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ. პატივის ცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გააუქმოს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისაგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები. ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში. რეზოლუციას აფასებენ საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მთელ მსოფლიოში გარდა იმისა, რომ ზოგადად საქართველოს მხარს უჭერენ, ჩამოყალიბდა უკვე ყალიბდება გამოსავლის ის კონკრეტული გზა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის ახალი არჩევნები, ახალი წესები და პოლიტპატრონების გამოშვება. ეს კიდევ ეუთოსგან ამის მიღება ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაფართოვდება და პრაქტიკულად ის ხალხი, ვინც რუსთაველზე იბრძვის, მათ უკან ზურგს გაუმაგრებს მთელი ჩვენი პარტნიორების დიდი რიგი. შეუძლებელია ერთმანეთთან თავსებადი იყოს დემოკრატიული ღირებულებები, დასავლური ფასეულობები, მათ შორის ჩვენი ეროვნული ფასეულობები იმ კურსთან, რა კურსაც დღეს უცნების რეჟიმი ატარებს. ამიტომ ეს ბუნებრივად შეუთავსებელი პროცესია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. პარლამენტო ასამბლეის პორტოს დეკლარაცია ასახავს იმ ორ ყველაზე მნიშვნელოვან საყოველთაო მოთხოვნას, რომელიც აერთიანებს დღეს ქართულ საზოგადოებას და ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი კრახი განცდილი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის დასკვნა, რომელიც სულიად მკაფიოდ შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც ჩატარდეს თავისუფალ პირობებში.
გავრცელებული ინფორმაციით ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კრიტიკული განწყობების მიუხედავად დეკლარაციას მხარი მაინც დაუჭირეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის წერილზე დაყრდნობით ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების წევრებმა მხარდაჭერა გამოხატეს ასევე იმ რეზოლუციის მიმართაც, რომელიც ამ დეკლარაციის თანდებია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნების დელეგაციას პორტოს დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭერია. თავი დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის, უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართულ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეც კი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია რო დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. როცა საუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელი და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის ასე ვთქვათ გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს, ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას და ყველამ იმავე მომენტში დაიწყო ეუთოს ოდირის გადგვერდზე გაწია და დაიწყეს ასე ვთქვათ საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. აი გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და რომ მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ წერტილი დაუსვა ბრიუსელის საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ აქ არის ხო ეუთო ოდირი უნდათ, აგერ ეუთოს გენერალური მდივანი და აგერ მისი განცხადება, რომელიც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. იქ საუბარი იყო მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, და ამას ბუნებრივია ჩვენი დელეგაციის მხრიდან ექნებოდა მხარდაჭერა, რომ არა ისევ უილსონის ასეთი არასწორი, არასამართლიანი, წინააღმდეგობრივი წინადადება, რომელსაც ბუნებრივია, რომ უკვე ვეღარ ექნებოდა ვერანაირი მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის მხრიდან. ეხლა რეზოლუციაში ცვლილებები და ასე შემდგომ ეს დარჩება ისტორიას მათ და სამარცხვინოდ, მაგრამ ჩვენ და სასიკეთოდ და ქართული ხალხის სასიკეთოდ დარჩება ეუთო ოდირის დასკვნა და მისი გენერალური მდივნის განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით მინისტრი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი გააცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გელა გელაძე ასევე ეწვია დაცვის პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურს, სადაც შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა და ლაბორატორიები დაათვალიერა. შინაგან საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის ნიმუშების შემოწმა და შეუსაბამობები არ გამოუვლენია. სააგენტოს ცნობით ზაფხულში გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს. ინსპექტორების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. ამავდროულად მონიტორინგის პროგრამით სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში. ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. ინსპექტორების ფარგლებში მოწმდება წარმოების გადამუშავების თითოეული ეტაპი, ტემპერატურული რეჟიმები, შენახვის პირობები, ეტიკეტირება, ამავდროულად ხდება წლიური პროგრამის ფარგლებში ნიმუშის აღება სხვადასხვა პარამეტრებზე, როგორიც არის ლისტერია, როგორიც არის სალმონელა, ტრანსხიმები და ასე შემდეგ, რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება თავისუფლების, სიმამაცისა და დემოკრატიის 249 წელი. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. გილოცავთ 4 ივლისს, წერს ამერიკის საელჩო საქართველოში. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა ბენჟამინ ფრანკლინის მეთაურობით დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.